J-Hub podcasti. გამარჯობა ჩვენი ძვირფასო მსმენელო. კეთილი იყოს შენი მობრძანება J-Hub podcast-ში. ეს არის ჩვენი მორიგი ეპიზოდი, სადაც ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო თემაზე, ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. გაგაცნობთ სტუმარს პირველ რიგში იაკობ პალაგაშვილი, ხესედ ელიაუს დირექტორი, ხელმძღვანელი და მინდა რომ პირველ რიგში უკეთესად გავიცნოთ ისევე როგორც ორგანიზაცია, ასევე იაკობი და ვისაუბროთ ბევრ ისეთ საინტერესო საკითხზე, რომელიც შენ ყოველდღიურობაში ხდება და ცოტა უკეთესად გაიცნოს ხალხმაც ის, რას აკეთებს ხესედი ებრაული თემისთვის და ცოტა შეიძლება სტერეოტიპების შეცვლაზეც გქონდეს ლაპარაკი, მაგრამ ამაზე უკვე მოგვიანებით პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენთან. მოგესალმებით მეც. მადლობა დიდი. მოწვევისთვის, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. თქვენ ოჯახში. რა ვიცი. თავიდანვე ინიციატივა რო იყო თქვენი მხრიდან გამოთქმული ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ახლა აკეთებთ, მე იდეა ძალიან მომეწონა თავიდანვე. გულშემატკივრობდით, ეხაც გულშემატკივრობთ და მინდა რომ მრავალი წარმატება გისურვოთ. კაი საქმის კეთებაში. მეც თუ შემიძლია რომ ჩემი წვლილი შევიტანო, კი იცით, ყოველთვის აშკარად უკვე შეგა. თქვენ გვერდში მიგუნეთ. საიდან დავიწყოთ? მოგვიყევი, ვინ არის იაკობ პალაგაშვილი პირველ რიგში? ზოგადად საკუთარ თავზე საუბარი ცოტა მიჭირს და ეხლაც რაღაც ძალიან ისე მოკლედ შემოვიფარგლები. ვარ ადამიანი, რომელიც თვლი რომ ვაკეთებ სიკეთეს. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მიყვარს თანადგომის აღმოჩენა, გაწევა და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს, ძალიან მაუსებს და მამოტივირებს. ძალიან მოხარული და მადლიერი ვარ. გამჩენის სამყაროსი ადამიანების რომ ვარ დღეს იმ ადგილზე, სადაც ვარ და ვიმსახურები ჩემ ხალხს. ყავს ორი შვილი. ყავს ძალიან ძვირფასი ჩემს ადამიანი, ჩემი მეუღლე. ცხოვრობ ამ ცხოვრებით. დანარჩენი უკვე კითხვის დონეზე თუ გავშლით, უფრო გამიაგდება. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხო, მოდი მაშინ ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, რომელიც არის უკვე ხესედი. ხო? პიროვნულ მხარეს აუცილებლად დავუბრუნდებით მოგვიანებით, მაგრამ ხესედი რა არის? როგორც ასეთი ორგანიზაცია, ანუ როგორც მინიმუმ ებრაულ თემში ყველას გაუგია, ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. ზოგს რა გონია ხესედი, ზოგს რა, ანუ ბევრისთვის ეს არის რაღაცა ადგილი, სადაც მოხუცებს აჭმევენ უბრალოდ. ბევრისთვის ეს არის ადგილი, სადაც რაღაცა დახმარებებს აძლევენ ყოველთვიურად, რომ რაღაც ზეთი და ბრინჯი იყიდონ ხოლმე, ხო? მაგრამ რეალურად პირდაპირ ვიტყვი, რომ მე როდესაც დავიწყე ამ პოდკასტისთვის მზადება, მე თვითონაც გაოცებული დავრჩი ადამიანი, რომელსაც ებრაულ ორგანიზაციებთან ცოტა მეტი შეხება აქვს, ვიდრე რიგით თემის წარმომადგენელს, ხო? გაოცებული დავრჩი იმით, თურმე რამდენ რაღაცას აკეთებთ. და ხო, მინდა რომ გავიაროთ ახლა რაღაც დონეზე მაინც, რას აკეთებთ რეალურად და ისიც რას ფიქრობ, რატო არ ჩანს შეიძლება ეს ყველაფერი თემში და რატო არ იცის ეს ხალხმა? ოკეი. მოდი, დავიწყებ ცოტა უფრო ისე რომ ვთქვათ თავიდან. 1997 წელს იყო ზოგადად ხესედი დაფუძნებული. დაფუძნებული იყო ხესედი ჯოინტის მხარდაჭერით. და ზოგადად აი ამ პერიოდის განმავლობაში 97-დან 2025 წლამდე ბევრი რაღაცა შეიცვალა და მაგიტო არის შეიძლება რომ ვიღაცისთვის ხესედი კონკრეტულად რაღაცაზე არის მიბმული და უფრო აი რაღაც წინა რო თქვი ხო იქ ბრინჯის ყიდვა იქნება თუ მოხუცებისთვის გამასპინძლება რესტორანში ეგრე ახსენდება ხალხს და ადამიანებს თუმცა
დღევანდელი დღის მდგომარეობით რაც არის შემორჩენილი ის ღირებული და ძვირფასი, რასაც ვაკეთებთ. ვემსახურებით მიახლოებით 1200 ბენეფიციარს აღრიცხვაზე, ვინც არის ჩვენთან, საპენსიო ასაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ებრაელებს და ასევე ყავს 0-დან 18 წლამდე ბავშვები, მოზარდები, რომლებიცაც ცალკე, ესე ვთქვათ, პროგრამები არის. ძირითადი პროგრამა ეს არის ყოველთვიური მატერიალური დახმარება. იყო დრო, როდესაც ხალხი ღებულობდა ამ დახმარებას ტალონების სახით, ანუ ფიზიკურად მოდიოდნენ, ხდებოდა რაღაც კონკრეტული პროდუქციის გაწერა, მიმული იყო ეს მომსახურება კონკრეტულ სუპერმარკეტზე და მე მიდიოდნენ იქ და ანაღდებდნენ. თანამედროვე სამყაროში სამონკო სფერო ძალიან განვითარდა და 2010 წლიდან თუ არ მეშლება პროკრედიტ ბანკი დაგვიდგა გვერდში და ეს ყველაფერი გადავიტანეთ საბანკო ბარათებზე სისტემა. ამ შემთხვევაში არის კონკრეტული ლიმიტი, ესე ვთქვათ, ჯგუფები, სხვადასხვა კრიტერიუმების თანახმად, სადაც ადამიანს ყოველთვიურად ერიცხება თანხა, ეს თანხა არის განკუთვნილი ან სასურსათო პროდუქტის შესაძენად, ან მედიკამენტების შესაძენად. ჩვენ არ ვერევით ადამიანის საჭიროებაში თავისი, ესე ვთქვათ, თვითონვე გადაწყვეტს, რა სჭირდება უფრო მეტად და რაში გამოიყენებს. კი ბატონო. მაგრამ ანუ თვითონ მიზნობრიობა განსაზღვრული არის. მიზნობრიობა განსაზღვრულია, კი. ცალსახად ან სურსათი, ან მედიკამენტები. დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით რამდენ ადამიანს უწევთ ასეთი სახის დახმარებას, ანუ მატერიალურ დახმარებაზე არის ლაპარაკი. მესმის რომ სხვადასხვა კატეგორიები არის. კი ბატონო. მთლიანობაში რა ციფრზე არის საუბარი? 1065, 1100 მიახლოებით, სადღაც აი ამ ზღვარში ტრიალებთ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი ღირებული პროგრამა არის თვითონ როგორც პროგრამა. თუმცა ვერ შევალ იმ დეტალში, რომ სამწუხაროდ საქართველოში მაინც მძიმე ვითარება არის საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანებისთვის. საკმარისი როგორც ასეთი თანხა რთულია რომ დაასახელო. ყოველთვის არის მოთხოვნილება, ყოველთვის არის საჭიროება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაკომპენსიროთ ეს, ვაკომპენსირებთ ამას მეორე, ესე ვთქვათ, ასევე არანაკლებ ღირებული და მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელსაც ქვია SOS-ი. SOS-ის პროგრამებში ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს მედიკამენტებზე მიიღოს დახმარება, ასევე გამოკვლევები, თანადაფინანსება, ის იქნება ოპერაციის, დიაგნოსტიკის, ანუ უფრო სამედიცინო მიმართულების გარეშე, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით თვითონ პროგრამის დასახელებიდან გამომდინარე, რაღაც გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც უცებ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დააჭირდეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს ბინაზე, ესე ვთქვათ, მომვლელი home care. კი ბატონო, ბინაზე მოულა უფრო. ანუ ბინაზე მოულა, კი ბატონო, სადაც ყავს ქალბატონები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ბებია-ბაბუებზე. პროგრამის ფარგლებში არის გამოყოფილი კონკრეტული საათები, აქაც ანუ არის გარკვეული კრიტერიუმები, ხდება ანკეტირება, ქულების გამოვლენა და ამის შემდეგ დგინდება საათები კვირის განმავლობაში, ვის რა საათის ოდენობით შეგვიძლია რომ გაუწიოთ მომსახურება. საჭმლის მომზადება, საცხოვრებელი ფართის დალაგება სისუფთავეზე, ზრუნვა, მოვლა, გასასეირნებლად გაყვანა, ანუ რაც ჭირდება ადამიანს, მარტოხელ ადამიანს ურთიერთობისთვის და რაღაც ყოველდღიური ცხოვრების მინიმუმის დაბალანსებისთვის. ხო, ასევე ცოტა ხნის წინ გავიცანეთ თქვენი ძალიან საინტერესო პროგრამა,
გადავიღეთ ვიდეო ესეთი ძალიან კარგი პროგრამისთვის, რომელსაც JoinTech ქვია და არ ვიცოდი რომ ესეთი რაღაც არსებობდა და ანუ იდეა რო გავიგე, ანუ ჩემთვის იყო რაღაც ესეთი ეფექტი, რომ მართლა იფიქრა ვიღაცამ და მაგას აკეთებენ, ანუ მოხუცებს ასწავლით, ეხა მაყურებელმაც რომ გაიგოს რაზე არის საუბარი, მოხუცებს ასწავლით ტელეფონების უკეთესად გამოყენებას იმისთვის, რომ შეძლონ როგორც მინიმუმ ელემენტარული რაღაცეები, როგორც არის WhatsApp-ზე დარეკვა, მიწერ-მოწერა, YouTube-ის ჩართვა იქნება თუ რაღაცა სხვადასხვა სახის ლექციებზე შესვლა, რომელზეც ისრაელიდან ერთვებიან და ასე შემდეგ და ერთმანეთთან დაკავშირება როგორც ასეთი და იმდენად მომეწონა რომ ბებია ჩემსაც ვურჩიე სხვადასხვა რომ ჩაეწერე თქო და მე მგონი რომ უკვე შემოვერთდა პროექტს. ხო და მოკლედ თქვენ მონაცემებს აუცილებლად აქ description-ში როგორც ასეთი ჩავსვავთ და ეხა ვისაც კონკრეტულად ყველა პროგრამასთან უნდა რომ უკეთესი გაგება ქონდეს რასაკეთებს ზუსტად ხესედი ეხა მაგ ყველაფერს წაიკითხავენ უბრალოდ არ მინდა ეხა რომ რაღაცა ესეთი მაგას მიგუზნათ PDF-ის ფორმა მივცეთ ეხა ჩვენ პოდკასტს და მინდა ეხა ცოტა იმას დავუბრუნდე რომ აი როგორ მოხდი შენ ამ პოზიციაზე ანუ ჯერ რომ ეს რაღაც პატარა ისტორიას ავით ხო ანუ როგორ მოხდი მან და ანუ მე მაინტერესებს ანუ საიდან წამოვიდა საერთოდ შენში ეს სურვილი რომ აი მე უნდა ვიყო საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ანუ აი ეს სულისკვეთება საიდან მოდის შენში იცი რა არის ზოგადად ესე არ მფიქრია მაგაზე არასოდეს. ანუ არ მქონია ინტერესი რომ მომეციებინა ხესეთთან პრინციპში 2021 წლამდე ესე ვთქვათ პირდაპირ შეხება არც მქონია არასოდეს. კი, როგორც ეწერან აღნიშნეთ, ხო, გაგებული მქონდა, ვიცოდი რომ ესეთი ორგანიზაცია არსებობს. ესეთი კაი საქმე კეთდება. თუმცა არ ვიცნობდი, არ მიღია მონაწილეობა. 2021 წელს მოდი ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ხესედის დირექტორი საკმაოდ დიდი ხანი იყო ბატონი რეზო შათაშვილი და ის წვლილი რაც მას მიუძღვნის ხესედის საქმიანობაში ალბათ არის აუღწერელი სამწუხაროდ კოვიდის პერიოდში მოხდა უბედური შემთხვევა და ბატონი რეზო გარდაიცვალა. და ვაკანსია იყო გამოცხადებული, ზაფხულის პერიოდი იყო ივნისის თვე. თუ არ მეშლება და ჩემმა ერთ-ერთმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მომეწოდა გამიზიარა ეს ინფორმაცია. რაღაც ესეთი სიახლე არის ამბავიო და რას ვფიქრობო, ხო, არ დაინტერესდებოდიო. თავიდან ცოტა რაღაცა მეუცხოა. მე რაღაც სახში გავუზიარე ჩემ მეუღლეს, დედა ჩემს ვესაუბრე, რამდენიმე მეგობარსაც ვესაუბრე და მაგითგან იყო რაღაც ეს სტიმული მინიშნება, მითითება, რომ რატომაც არა, ისედაც არის შენში რაღაც ბუნებრივად ეს ადამიანზე ზრუნვის ელემენტები და მე მგონი რომ ზუსტად რაღაც ის არის რაც შემნა აკეთო. მანამდე რა საქმიანობდი? მანამდე ვიყავი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კომერციულ სტრუქტურებში. პირველი სამსახური იყო TBC ბანკი. TBC ბანკიდან სადაზღვევო კომპანიაში გავაგრძელე მოღვაწეობა GPI Holdings-ში და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემთვის. იქ იყო მიახლოებით 23-24 წლის ვიყავი შეუერთდი გუნდს და დღემდე ის ადამიანები ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან, ვისთანაც მქონდა იქ ურთიერთობა და მადლიერი ვარ მათი ყველასი. GPI-დან სრულიად ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით გავაგრძელე მოღვაწეობა, ეს იყო ონკოლოგიური კლინიკა, რომელიც ვიწრო საინტერესო შიფტი არის.
პრინციპში ყველა საქმიანობა ხო აქამდე რაც იყო უფრო რაღაცა ადამიანების ზრუნვას და მომსახურებას უკავშირდებოდა. რაღაც ეგრე განვითარდა რა. და რომ არც მიგიქცევია ყურადღება ისე ხო რაღაცა ეგრე იმას აქვს მოიგო და კლინიკიდან უკვე აღმოჩნდა ხესეთში. კითხვა თუ არ გამიქცა ამ საუბრისას იყო როგორ მოხდი ხესეთში. ხო, როგორ მოხდი ხესეთში, მოყევი და კი ბატონო, აი რას ნიშნავს შენთვის ეს, აი რას გაძლევს ის, რომ ამ პოზიციაზე ხარ და რასაც აკეთებ შენ? ძალიან დიდი, როგორ გითხრა, შინაგანად ხო ყოველთვის მაქვს აი ეს კმაყოფილების განცდა და გზნობა, რომ ვიცი, რომ დღე არ გადის ისე, რომ ადამიანს რაღაცა გარკვეული დახმარება არ გაეწიოს. და მეც ვარ მონაწილე აი ამ დახმარების პირდაპირ იქნება ეს თუ ირიბად იქნება ხო ამ საქმიანობაში ვარ ჩართული და მაგაზე მეტი ის ბედნიერება რა არის რომ იცი რომ მონაწილე ხარ რაღაც კარგი საქმის ძალიან დიდი საქმის რა კარგი საქმის კი დღემდე ესე ვაგზელებთ და მოვდივართ შენიერი ხო მე თვითონაც ხა მუშაობია ისეთ პროექტებზე ხო ესეთ მასშტაბურზე ნამდვილად არა როგორც ხესეთი მაგრამ მიმუშავია ისეთ პროექტებზე რომელიც კონკრეტულად რაღაც თემის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი და მესმის რაზე არის საუბარი რომ ანუ მაგ კმაყოფილების გზნობას თუნდაც იმით რომ უბრალოდ აი ფული გავეცი და მაგით დავეხმარე ვიღაცას რა თქმა უნდა რომ ეს ძალიან კარგი არის უბრალოდ სხვა რაღაცა არის ცოტა სხვა ადგილიდან მოდის ეგ გრძნობა ხო ამიტომ მესმის რაზეც საუბრო რას აკეთებს იაკობი როცა ხესეთის დირექტორის პოზიციაზე არ არის აი რა მოგწონს ზოგადად ეს რა საქმიანობ რა როგორ არის მიჭირს ზოგადად განტვირთვა რაღაც აი ბოლო პერიოდია არ ვიცი გამიჭირდება რომ გითხრა ამდენი ხანი აქ დავაფიქსირე მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოდე რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყოველთვის არის რომ გონებაში რაღაცა გიტრიალებს რა რომ აი ხვალისთვის XG-ისთვის რაღაცა გაქვს მნიშვნელოვანი დაგეგმილი სულ რაღაცა ის სამსახურის რაღაცაზე გეფიქრება პარალელურად რაც ესე ვთქვათ დასვენებაში მეხმარება მიყვარს ძალიან ფეხით გასეირნება თუ ბუნებაში სეირნობ კიდევ უფრო უკეთესი სიმშვიდეში და ვაიძულებ და ჩემ თავს რაღაცნაირად უპისკებ იმისკენ რომ კონცენტრირდე კონკრეტულად იმ მომენტზე რა რომ აი იმ რაღაც ღმერთმა რაც მოგსახო სამყაროში იმითი რაღაც ცოტა ხნით მაინც ვისიამოვნო და მე ვიყო ავტომოტოსპორტი მიყვარს ძალიან მოტოციკლებზე გასეირნებაც ერთ-ერთი განტვირთვის საშუალება არის ბევრი ხმაური არის ყურებში და ეს თავში რაც ტრიალებს ის ხმაური ნაკლებად გესმის ხო? კი. ოკეი. საცობში როგორც ავტომობილით, მოტოციკლებიც ძალიან დიდი დისკომფორტია, მაგრამ ნუ არის ხო მაგას ვერ გაიქცევი ხო? გადაუხვიოთ და რაღაც ცოტა უფრო მისეთავს რაღაც ადრენალინის დახარჯვა და მიიღო აქ სიამოვნება. კიდე მოყვარს წყალი ძალიან. აი სახში მაგალითად წყალს მოვუშვებ ხოლმე და რაღაც ეს წყლის ხმა იმდენად სიამოვნებს და მომშვიდებს რომ ფიქრის საშუალებასაც მაძლევს კონცენტრირების და რაღაცა იდეებიც მოდის ხოლმე მაგ დროს ბევრად ზოდიაკოთი ხარ? თევზები. ლოგიკური არის. ხო, წყლის სტიქია და მე მერწყული ვარ იდეაში წყლის არ არის, ჰაერის სტიქია, მაგრამ მაინც წყალთან ასოცირდება რო ასხავს. მე ძალიან მიყვარს წყლის ხმა ზოგადად, აი ზღვასთან შემეძლია საათობით ვიჯდე და ჩემთვის არის მედიტაცია რა, აი ჩემი ოცნება რა რაღაცა მდინარესთან მქონდეს სახლი, რომ აი დილით რომ გავიღვიძე, აი ეგ ხმა მქონდეს, ეს წყლის ხმა მქონდეს ყურთან და ნუ მოკლედ ხო. ეგეც ძალიან კარგი ამბავია. ხო, ნუ მოკლედ საკმაოდ გრძელი გზა არის CBC ბანკიდან ხესეთის დირექტორობამდე, ესე და ნამდვილად საინტერესო.
ეს კითხვა დასაწყისშიც დავსვი და რეალურად ძალიან მაინტერესებს რატო არის ესე რა, რომ ბევრმა არ იცის რეალურად რას აკეთებს ხესედი. ხო? ანუ როგორც თქვი, ზოგს აქვს რაღაც კონკრეტული წარმოდგენა, რომ აი, ჩემი წარმოდგენით ეს არის და რეალურად რამდენ რაღაცას აკეთებს და რამხელა რაღაცას აკეთებს, არ იციან და თან ან ზოგადად ყველა ხალხზე კი არ მაქვს ლაპარაკი ჩვენმა თემმა, რომელიც არც თუ ისე დიდია. არ იცის რეალურად რას აკეთებს ხესედი და აი რას ფიქრობ, საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი? რამოდენიმე მიზეზი აქვს ალბათ ამ ყველაფერს. მოდი დავიწყებ იქიდან, რომ ზოგადად ინფორმაცია, ხო, გამომდინარე იქიდან, რომ პატარა თემი ვართ საქართველოში, სამწუხაროდ. ისევ თვითონ თემში ხდება ამ ინფორმაციის გავრცელება. ანუ პირობითად მე თუ ვიცი, რომ ყავს გვერდზე ადამიანი, ვისაც აქვს შესაბამისი ესე ვთქვათ, მოცემულობა, ანუ იმყოფება სამეცნიერო ასაკში და შეუძლია რომ რაღაც დახმარება მიიღოს და რეალურად ესაჭიროება კიდევაც ეს დახმარება. მე ვაწვდი ინფორმაციას, ვამისამართებ ხესედში და ესე ხდება ჩვენი აღმოჩენა ახალი ბენეფიციარებისთვის. სხვა არხს პრინციპში არ ვიყენებთ და ეს უფრო არის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვართ მოქცეული რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში. ერთი არის სუფთა ანტისემიტიზმის ნაწილი, რომ არ გვინდა რომ რაღაც ძალიან თავი გამოვიჩინოთ და ზედმეტად ესე ვთქვათ ზედმეტად რო ჩანდეთ სპოტლაიტში ვაკეთებ. ხო, ესეც საქმეს ვაკეთებ. მე ესე ვუყურებდი SMS-ის, რომ სიკეთესაც აკეთებ და კაი საქმესაც აკეთებ, ხო? ნუ მაგაზე არ ლაპარაკობ, ხო? ამას აკეთებ. ყველაფერი სამყარო გიწყობს, ერთი გიწყობს ამაში ხელს. და ის ადამიანი, ვისაც სჭირდება, ხო, რაღაც აუცილებლად გიპოვის და აუცილებლად მოხდება მის ცხოვრებაში ისეთი რაღაცა, რაც შენამდე მოიყვანს იმ ადამიანს. არის მეორე ცოტა უფრო ესეთი სენსიტიური საკითხიც. რომ გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ორგანიზაცია თავის დასახელებიდან გამომდინარე ემსახურება მხოლოდ ებრაელ ხალხს საქართველოში, როდესაც ამდენი გაჭირვებული არის და რეალურად ბევრ ჭირდება თანადგომა და დახმარება ჩვენ ვართ მოქცეული ჩარჩოებში. სურვილი ძალიან დიდი გვაქვს ადამიანური მოქალაქეობრივი, მაგრამ უბრალოდ ვერ შევცვლით და ვერ გავაკეთებთ ვერაფერს. და რო არ იყოს რაღაც იმ ხალხისთვის ეს ან გამაღიზიანებელი და ამთრგუნველი და რაღაც უხერხული სიტუაციის შემქმნელი, ამიტომ დიდად ესე რომ ვთქვათ არ ვაქტიურობთ და არ ვყვირივართ რომ ჩვენ ვართ. Facebook გვერდიც ერთ-ერთი მაგის მიზეზი არის, გამოც არა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან დაგვეხმარებოდა ინფორმაციის უფრო სწრაფად გაცვლაში, თუნდაც იგივე ჩვენ ბენეფიციარებთან რაღაცა ცვლილებების შესახებ, სიახლეების შესახებ. კი ბატონო, ანუ ხო, ეგ არის ერთ-ერთი სავარაუდოდ ალბათ ყველაზე დიდი მიზეზი, რომ ანუ საიდან უნდა გაიგოს, აი მაგალითად დაამატეთ რაღაც ახალი პროექტი, რომელიც რეალურად ბევრის პრობლემას გადაჭრის. ხო, ბევრ ადამიანს დაეხმარება და ბევრ ადამიანს მისცემს რაღაც პოზიტიურს და უკეთესობისკენ შეცვლის მის ცხოვრებას. მაგრამ როგორ უნდა გაიგოს მან ეს ყველაფერი? ანუ უბრალოდ ერთმა მეორეს უთხრა, იმან სხვას უთხრა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეგრე გამოდის. უფრო კი ბატონო, ინდივიდუალურად ინფორმაციის გაცვლის დროს ყოველწლიურად ვბეჭდავთ ჩვენ კალენდარს, რაშიც გვეხმარება და გვერდში გვიდგას საქართველოს დიდი სინაგოგა. თბილისის დიდი სინაგოგა. კალენდარში პრინციპში არის მითითებული ხესედის შესახებაც ინფორმაცია, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არის მითითებული, ასევე არის მითითებული ჩვენი საქველმოქმედო ანგარიშის ნომერიც და ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც დავნერგეთ და დავიწყეთ, ეს არის შემოწირულობა სატელეფონო ტელეფონზე დარეკვის მეშვეობით.
გვაქვს გამოყოფილი ნომერი სამივე მობილური ოპერატორის გამოყენებით არის შესაძლებელი ნომერზე დარეკვა და ერთის არის 1 ლარის ტოლფასი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ამ კეთილსაქმეში მიიღოს მონაწილეობა და იცოდეს რომ რასაც ხესედი აკეთებს თავისი 1 ლარის თანხით, ესე რომ ვთქვათ, გვერდში დაგვიდგა და ზუსტად აი ამ პროექტებში თავისი წვლილით შეიტანა. თავისთავად ზარში შეზღუდულები არა ვართ, ვისაც სურვილი ექნება, უფრო მეჯერად შეუძლია რომ დაარეკოს. აუცილებლად ამ ტელეფონის ნომერს ჩავსვავთ აღწერაში, რომ ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ გვერდში დაუდგეს ხესეც კიდევ ერთხელ იმ ყველაფერში, რაც დაკეთებს, თავისი პატარა წვლილი შეიტანოს. რა მაინტერესებს ცე? აი დღევანდელ დღეს თქვენი ბიუჯეტის, ახლა აი წლიური ბიუჯეტი რო ავიღოთ, ხო? ყველაფრის რასაც აკეთებთ და როგორც ეხმარებით ხალხს. რა ნაწილი არის ის თანხა, რომელიც არის შემოსული ადგილობრივი ებრაელების შემოწირულობიდან? ცოტა ისეთი კითხვა არის. სამწუხაროდ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ ჯოინტი არის დღევანდელი დღის მდგომარეობით ძირითადი ჩვენი დონორი. და სულ ჯოინტის ქოლგის ქვეშ ვართ მოქცეულები, რომ არა ეგ ორგანიზაცია ეს ყველაფერი არ იქნებოდა. შესაბამისად 98% შეიძლება ითქვას, რომ მათ წყალობაზე გავართ და ეს ყველაფერი რაც კეთდება, მათი დახმარებით კეთდება. საქართველოში ალბათ იმის ბრალი არის, რომ წლების განმავლობაში ესე იყო თავიდანვე მოწოდებული ინფორმაცია და ხალხიც ამას შეეჩვია, რომ რეალურად ხესედი მხოლოდ გასცემდა დახმარებას და ადგილობრივი თემი თავის წვლილს თავს არ თვლიდა ვალდებულად. სავარაუდოდ, რომ თვითონაც მიიღო მონაწილეობა და რაღაცა წვლილი შეეტანა. ზოგადად ცოტა ისეთი სენსიტიური თემა არის, თუმცა საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ გამოწვევა სამწუხაროდ დღეს დაგვიდგა ისეთი, რომ სოფლიოში ბევრი ცვლილებები არის, კრიზისები არის, რომელიც ჩვენზეც გარკვეულწილად აისახა წელს, შეგვეხო გარკვეული შემცირება, რაც არის ასევე გამოწვევა საინტერესო, რომ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ და დაუთმოთ იმ საკითხს, რომ ახალი დონორები მოვიძიოთ როგორც ფიზიკური პირები, ასევე ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვინც დაგვიდგებიან გვერდში. ზოგადად ამ თემაზე საჯაროდ არასოდეს არ ყოფილა საუბარი და თემშიც არ მოწყობილა შეხვედრა, მე თვითონაც არ დამიფიქსირებია ზოგადად ეს როგორც პრობლემა და გამოწვევა და არ მიმიწოდებია ხალხისთვის ინფორმაცია, რომ ჭირდება თქვენი თანადგომა. მუშაობთ ამ პროექტზე, მუშაობთ ამ ეტაპზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა იმისი, რომ აუცილებლად აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაიზიარებენ და გვერდში დაგვიდგებიან. იყო რაღაცა პერიოდი, განსაკუთრებულად ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის ცოცხალი იყო მაშინ და მისი მხრიდან ქალბატონი ნათელას მხრიდან იყო გარკვეული შემოწირულობები, დახმარებები, სხვა ფიზიკურ პირებსაც აქვთ მიღებული მონაწილეობა ამაში. სახელებს და გვარებს ვერ ჩამოვთვლით ყველას. როგორც წეგან უკვე ვთქვით, რომ როცა სიკეთეს როცა აკეთებ, თავარია რომ სიკეთე გააკეთო და ეხლა იცოდე შენ და გამჩენი ხედავს ამას. დღესაც სატელეფონო ზარის პროექტი წენ რასაც ვისაუბრეთ, პროექტი მუშაობს, თუმცა ჩვენ არც გარკვეული, ესე ვთქვათ, მარკეტინგული ღონისძიებები არ ჩაგვიტარებია ამ პროექტის
გავრცელებისთვის, უფრო ფართო მასისთვის, რომ ყოფილიყო ეს ცნობილი და ისევ შემოვიფარგლეთ რაღაც მწირე ინფორმაციით. Facebook გვერდზე არის განთავსებული ინფორმაცია ამის შესახებ და ასევე ებრაულ კალენდარში, რომელიც იბეჭდება, მანდაც არის მითითებული. არის ძალიან მწირე თანხები, თვის განმავლობაში მიახლოებით 60 ლარის ფარგლებში შეიძლება ითქვას, რომ გროვდება. ზღვაში წვეთია, მე ვიცი, რომ ბევრად უფრო დიდი რესურსი არსებობს ამ პროექტიდან. თანხები რო იყოს და საომალოდ გეგმავთ ასევე, რომ ეს მიმართულებაც უფრო გავააქტიუროთ. ეს კი. ხო, ანუ წეგან ახსენე კრიზისი და ის რომ მოხდა რაღაც შემცირებები, ხო? რამდენად აისახა იმაზე რამხელა მასშტაბის ღონისძიებები შეგიძლიათ რომ ჩაატაროთ თქვენი მოღვაწეობის ფარგლებში? დავაზუსტებ, ანუ შემცირების ოდენობა რამდენი იყო? ანუ ხო, რამდენად შემცირდა ის რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ სახსრებით, რაც გააქვთ ახლა ახალი და კითხვასაც დავამატებ, ანუ არის ეს რაღაც კონკრეტული ტენდენცია და ელოდებით რომ რაღაც გაუარესდება თუ რაღაცა ეს უბრალოდ სოფლიოში რაღაც მოვლენებიდან გამომდინარე არის ამ ბოლო დროს? კი ბატონო, უფრო სოფლიოში არსებულ მოვლენებს უკავშირდება ეს ყველაფერი. სამმავლო პროგნოზი გამიჭირდება რომ გავაკეთო და რაღაც თანხებში გადმოვიტანო. არც ის არ მინდა რომ უარყოფითი მოლოდინი შევქმნა და ისიც არ მინდა რომ რეალობას თვალი არ გაუსწორო და არ ვთქვა ის რაც რეალურად ხდება. წლის ბოლომდე საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს იმისთვის რომ რაღაცა მიმართულებები გამოვაღვიძოთ და ავამუშაოთ. იმედი არის რომ ეს დააკომპენსირებს ზუსტად აი რაღაცა ჩავარდნებს და თანაკლისებს, რაც თეორიულად შეიძლება რომ მოხდეს. დროს მაინც არ გაუსწრებს წინ. მესმის კი ბატონო. ხო, ანუ რამდენადაც ვიცი ჯოინტის მოღვაწეობა და ჯოინტის დონორებიც ასევე, რომელიც თქვენი მთავარი დონორია, ეს ყველაფერი მოდის ამერიკიდან. არ მხოლოდ ხო, ძირითადზე მაქვს ხა, რა თქმა უნდა, რომ მთელი მსოფლიოდან უბრალოდ ძირითადზე მაქვს საუბარი და ხო, ხა ანუ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რაღაც აი ძალიან ზედაპირულად რო ითქვას, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას თლათ ეხა ბოლომდე მაგისთვის არც ხელა და ჯერ თავისი პრობლემები აქვს, რომ ანუ საქართველოში ებრაული თემის დახმარება კი ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ როცა შენთან ჯერ მოსაგვარებელი საკითხები გაქვს, შეიძლება ცოტა გვერდზე პლანზე გადმოდის ეს. ხო, იმიტომ რომ ეხა მთელი ეს თუნდაც არა მარტო ამერიკის, ხო ევროპის სიტუაციაც საქართველოში იმდენად არ იგრძნობა ანტისემიტიზმი, მაგრამ დღეს სამყაროს სიტუაცია რომ შევაფასოთ, ხო? ანუ ისეთი რაღაცეები ხდება, რომელიც რა ვიცი, რამოდენიმე წლის წინ რო გეთქვა, never again, ანუ აღარას დროს და ანუ ხო გახსოვთ მაშინ რა იყო და ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ და ვისწავლეთ და ყველას ახსოვს და სამყაროს ახსოვს, მაგრამ უცებ შემოტრიალდა ყველაფერი და რა ვიცი, ამერიკაში უკვე ამ პროტესტებზე ისეთი შეძახილები ისმის, რომელიც აი სრულიად დაუჯერებელია, რომ დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროში ამ ყველაფერზე უბრალოდ პასუხი არ არის და თან პასუხი არა უბრალოდ ის რომ ამაზე რამე უპასუხოს ხო ქმედება რა უნდა მოაყოლო რა უნდა მოიქცე კეირთულია ძალიან ხო და ანუ მაგას ვამბობ ზუსტად რომ შეიძლება ერთ-ერთი დიდი ფაქტორია igets იყოს რომ ეხა თვითონ უფრო დიდი კრიზისები შეიძლება ითქვას რომ აქვთ ხო ვიდრე ის რაც ახლა გვაქვს აქ და ხო ეგ წეგან რაზეც ილაპარაკე რომ აი ხალხს ისეთი გრძნობა აქვს რომ თითქოს ეს ყველაფერი აი ესე უნდა იყოს რომ ანუ აქ მხოლოდ გავცემთ და გაძლევთ იმიტომ რომ გეკუთვნით და არა იმიტომ რომ რაღაცაი ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ხალხი ამ ყველაფრისთვის შრომობს და მუშაობს და გასცემს ხო ანუ ქველმოქმედება ხო არ არის ბიზნესი სადაც რაღაც თანხა ჩადე და ელოდები იქიდან ამონაგებს
ხალხი გასცემს ფულს, რომელიც იშოვა, იმისთვის რომ ვიღაცას დაეხმაროს. და ხშირად ეს მიიღება ისე, როგორც მათი ვალდებულება არის და მე მეკუთვნის და მაგიტო ვიღებ ამას. პირდაპირაც ყოფილა ეგეთი ტიპის საუბრები ძალიან გახსნილი ტექსტით. ასაკი რო გვემატება, ხო, ალბათ ყველა ცხოვრებაში არის მომენტები, რომ რაღაცა აღმოჩენას გააკეთებ საკუთარ თავში. ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელიც მაგალითად მე პირადად მქონია, არის რაღაც ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებით. აი წელს ჯოინტეკის პროგრამა ახსენე, ხაზი გაუსვიდე. მაგრივ მართლა ძალიან დასაფასებელი პროგრამა არის, იმიტომ რომ თვითონ მარტივად რო აუხსნა, ხო, ეს არის მობილური აპლიკაცია, ეს არის ოპერაციული სისტემა, რომელიც პირდაპირ არის მორგებული და დაწერილი ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომ ზედმეტი ეს აპლიკაციებში რო არ მოხდეს ძებნა, სკროლვა და დაბნევის გამოწვევა, მსხვილ ღილაკებად არის გამოტანილი მენიუში ის აუცილებელი დასარეკი, ღილაკი, SMS-ის ღილაკი, იგივე WhatsApp-ზე ჩართვის ღილაკი და სხვა ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ არ არის ტელეფონში, რომ არც დაბნეულობა გამოიწვიოს და მარტივად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქტის გამოყენება. ესე იგი, აზრი რო არ დავკარგო, ხო, რის გარშე უტრიალებდით. პირდაპირ ღია ტექსტით ყოფილა საუბრები, რომ მე ეს მეკუთვნის და თქვენ ვალდებული ხართ, რომ მე პირობითად აი ეს რაღაცა მომსახურება გამიწიოთ. და რთული არის, რომ ადამიანს, რომელსაც რთული ცხოვრებისეული გზა გავლილი, უამრავი პრობლემები აქვს და პლუს ამასთან ერთად იმყოფება ისეთ ასაკში, როდესაც რთული არის, რომ აუხსნას სწორედ და გააგებინო ისე, რომ აი ეს რაღაცა შინაგანი პროტესტის გზნობა და გაღიზიანება, რაც გააჩნია, ეგ გაუქარწყლო და რეალურად დაანახო ეს ყველაფერი, რომ აი ამ დახმარების მიღმა იმდენი რაღაცა წვრილმანი დეტალი არის და იმხელა პროცესები დგას ამის უკან, რომ ესე უბრალოდ მეკუთვნის და უნდა გამიწიო დახმარება არ ხდება. და თან იმასაც ვერ გააგებინებ და ვერ აუხსნი, რომ შენ თვითონ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არსებობდეს და იყოს. ანუ აი ხო ცოტა რაღაც ისეთი პარადოქსულია, ხო? კი, მესმის მენტალურად არის, აი სხვა ქვეყნებში ხო მაგალითად იგივე პოსტსაბჭოური ქვეყნები რო ავიღოთ, ხო, მენტალურად არის სხვანაირი კულტურა. თავიდანვე ხალხი არის მიჩვეული იმას, რომ უსასყიდლოდ დაუდგეს რაღაცას გვერდში და ესეთი ტიპის ორგანიზაციებს, როგორც არის ხესედი, მოხალისეებად მოეხმარონ. კი. რაღაც ახლა ჩვენთან ეგეთი რაღაცა იყო რამოდენიმე წლის წინ და რამოდენიმე ადამიანი იჩენდა აი ამ სურვილს გვედგა გვერდში, თუმცა მასიური სახე რო ქონდეს და რაღაც ხშირი რო იყოს, რომ ვიღაცა მოვიდეს და დააფიქსიროს, რომ აი მე მზად ვარ, რომ თუ რაღაცაში გჭირდები, ხო, აი ჩემი რესურსი არის და აი აქედან აქამდე ამაში შეგიძლია გამომიყენო, ну, უბრალოდ კულტურაში არა გვაქვს ეგეთი. აი ძალიან გამაოცებელი იყო ჩემთვის ეგ კულტურა ისრაელში. ისრაელში ვცხოვრობდი, ვსახურობდი იქ ჯარში და ვიყავი ასე ვთქვათ, მქონდა მარტოხელა ჯარისკაცის სტატუსი. და ჯერ ერთი რო თვითონ ჯარი ბევრ რაღაცაში გვერდში დამიდგა, ხო? იქ დამეხმარა რომ მეპოვა საცხოვრებელი ადგილი, მქონდა იმასთან შედარებით მეტი ანაზღაურება ვიდრე ზოგადად ყველა სხვა ჯარისკაცს და ასე შემდეგ და კიდე არის იქ ძალიან ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც კონკრეტულად ეხმარება მარტოხელა ჯარისკაცებს და ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში როცა მიმიწვიეს რაღაცა მომიყვეს, მაგრამ ვერ მივხვდი რა არის და მითხრეს უბრალოდ რომ აი პარასკევს როცა გამოხვალ შენ ბაზიდან უბრალოდ ჩვენთან მოდიო ოფისშიო და მივედი და ჯერ რომ უზარმაზარი სასადილო ჰქონდათ. ძალიან ბევრი ხალხი იყო, რომელიც ეხმარებოდა ჯარისკაცებს და
მე ცოტა რომ მომიყვნენ და რომ გავიგე, ნახე ანუ ეს ყველა ჯერ ერთი რომ მოხალისეები არიან. უამრავი საჭმელი იდო იქ, რომელიც იდებოდა კონტეინერებში და გატანდნენ სახლში, რომ შაბათ-კვირას მშიერი არ იყო და აი წაიღე და გქონდეს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ამ ხალხმა თავის სახლში გააკეთა და მოიტანა. ეგ ორი. და მაგის გარდა იყო კიდე უამრავი ნივთი ყველაზე პატარა წვრილმანებიდან დაწყებული, აი რაღაცა, რა ვიცი, ჭიქები ერთჯერადი და უბრალოდ ჩვეულებრივი ჭურჭელიც და მაცივრებით დამთავრებული, რომელიც ხალხმა სახლიდან წამოიღო, მოიტანა აქ და ანუ სრულიად უსასყიდლოდ, ანუ ვისაც გჭირდებათ, წაიღეთ. ანუ არც გეკითხე, ან დამიმტკიცე რო გჭირდება, ან რაღაც. ანუ მე განძლევ გულით და მოდი შენც აიღე გულით. ანუ აი ეგ თემა და ანუ მაგის გარდა ეხლა თუნდაც არა მარტო რაღაც კონკრეტული ასაკიდან, ხო? არის ეგეთი კულტურა ისრაელში, რომელსაც ქვია ივრიძე შნატშერუდ, ანუ მომსახურების წელი შეიძლება ითქვას, ასე ვთქვათ რა, სამსახურის წელი. და ეს არის სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა იმის მაგივრად, რომ წავიდნენ პირდაპირ ჯარში, 1 წლის განმავლობაში მისცენ თავისი დრო იმისათვის, რომ კონკრეტულ რაღაც დაწესებულებას, ან ადგილს, ან რაღაცას, მოკლედ, დაეხმარონ თავისი დროითა და ენერგიით. ანუ ჩვენთან სკოლაში მაგალითად საერთო საცხოვრებელში ისრაელში ყავდა 19 წლის ახალგაზრდები, რომლებიც მოდიოდნენ ჩვენთან, იქ ახლოს ჰქონდათ რაღაცა პატარა ფერმასავით, სადაც მოყავდათ ბოსტნეული. მე ამ ბოსტნეულს ჩვენთან მოქონდათ ხოლმე და გვიმასპინძლდებოდნენ და ამის გარდა გვეხმარებოდნენ, რაღაცა პროექტებს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად, დავალების გაკეთებაში გვეხმარებოდნენ და ასე შემდეგ. და ასეთი არის უამრავი სხვადასხვა ინიციატივა. ანუ ამ ყველაფერით რის თქმა მინდა, რომ იქ ეს ყველაფერი არის კულტურის ნაწილი. ანუ იქ ყველა მიცის, რომ შენ არა მარტო უნდა მიიღო, შენ უნდა გასცე. და ძალიან ბევრი არის ისეთი ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება გასცემს და მიღება უფრო უჭირს ვიდრე გაცემა. და ეს შეიძლება ეხა სტრუქტურებისა და კონკრეტული რაღაცა ჩარჩოების ბრალი არის, შეიძლება ითქვას, ხო, ეხა რთული არის მაგის რაღაც კონკრეტულზე დაბრალება, საიდან მოვიდა ეს კულტურა, მაგრამ ეგ ფაქტია, რომ ბევრ რაღაცაში ეგ კულტურა დღეს ჩვენ ნაკლებად გვაქვს. კი. და დავამატებ იმას, რომ ჩვენი თაობა რადიკალურად განსხვავდება იმ თაობისგან, რომელიც რეალურად ეხლა არის ხესედის, ესე ვთქვათ, ბენეფიციარი. ანუ ის ცხოვრება, რაც მაგ თაობას აქვს გავლილი, ხო, ეს რაღაც საბჭოთა კავშირის პერიოდი და ის სირთულეები, ბევრი რაღაცა იმათთვის წარმოუდგენელი გაუგებარი და აუხსნელიც არის ალბათ. ჩვენთვის ცოტა უფრო მარტივი დასანახი არის. თუნდაც მსჯელობის დონეზე რა რომ დაждები და ილაპარაკებ და ასე რომ გაცვლი მომისმენ თუ არ დამეთანხმები რაღაცაში, ხო, შენ აზრის გამიზიარებ და აქ მოდის მე რაღაცა ოქროს შუალედი, ხო? და იქაც ეს კომუნიკაციის ამბავი რთულია. იქ არის რაღაც კონკრეტული სიმართლე, რომლისგანაც გადახვევა ხშირად შემთხვევაში ჰისტი არის რაღაც, აი ვერ შეეხები იმას რა, წმინდა და მორჩა. კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებ ისეთ რაღაცას, რაც ფაქტია. ეგეთი ესმის კი. ხო. რა გეგმები გაქვთ მომავალში? რას გეგმავთ? სადღან რა გზით განვითარდება ხესეთი? ტექნოლოგიურ სამყაროში ალბათ დაგვიდგება ჩვენს ეტაპი, რომ რაღაცებს შევცვლით და გავამარტივებთ. გავამარტივებთ იგივე კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ზოგადად აქამდე ყველაფერს
ვაკეთებთ დღემდე ესე მოდის რომ ფურცელი არის რაღაც ის ატრიბუტი რომელიც ჯერჯერობით ვერ ამოუძირკვეთ. გვაქვს სურვილი და არის საუბარი იმაზე რომ ელექტრონულად გადავიტანოთ ეს რაღაც იურიდიული საკითხები ხესეც და კლიენტებს შორის, ბენეფიციარებს შორის. ინფორმაციის მიმოსვლას შევეხე, ჯოინტეკთან დაკავშირებით იგეგმება ახალი აპლიკაციის ჩაშვება, რომელიც მხოლოდ არსებულ კლიენტებზე არ არის გათვლილი და უფრო ფართო მასას მოიცავს. ანუ ნებისმიერ სურველს შეიძლება რომ ჩამოტვირთოს აპლიკაცია, გაიაროს რეგისტრაცია და აი იმ წრეებზე და იმ ინფორმაციაზე გქონდეს ცდომა, რაც ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ძირითადად ეს არის შეხვედრები, საუბრები, დღესასწაულებთან დაკავშირებით, რა ვარიელი ლევინი ღებულობს ამ პროგრამაში მონაწილეობას და მიყავს გაკვეთილი საუბრები თორის თავებზე. შემეცნებითი სახის შეხვედრებია. ამ ნაწილის გაფართოებას გვეკმაოთ და როგორც გითხარი, ახალი დონორების ძიების პროცესში ეს მოგზაურობა ალბათ იმდენად საინტერესო იქნება, რომ ახალი პროექტებიც, ახალი საჭიროებებიც გამოიკვეთება. რაღაცა სიახლეც რო შევთავაზოთ მომხმარებელს ძალიან რეალისტურია. რო გქონია საუბრები რაღაც გამოკითხვის დონეზე, სატელეფონო საუბარი იყო, პირდაპირ კლიენტის აზრი რო გაინტერესებს, რომ აი ეს პროგრამები რაშიც ღებულობ მონაწილეობას, ეს გაქვთ და კიდე თუ არის, რასაც ისურვებდით, რომ ხესედი დაგხმარებოდეთ და გვერდში დაგდგომოდეთ. მაინც უფრო პირდაპირ, ესე ვთქვათ, გონებაში იმპულსი მოდის, რომ მატერიალური დახმარება. რომ აი ის თანხა, რაც მე რიცხება ყოველთვიურად, არ არის საკმარისი და უფრო მეტი თანხა თუ ჩაირიცხება, ეგ იქნება ჩვენთვის უფრო მეტი შვება. ნახოთ. მოსმის. ხო, ნუ მოკლედ ჯერჯერობით როგორც ხვდები, საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არის ახლა ამ გზაზეც და ჯერ ისიც როგორც თუ სწორად მივხვდი ჯერჯერობით ისიც რაღაც დონეზე ჩელენჯია, რომ ის შევინარჩუნოთ რაც არის. იმას რო თავი დავანებოთ, რომ რა თქმა უნდა სურვილი ზრდის ყოველთვის არის, რომ მეტი ხალხი, მეტი დახმარება, მეტი პროექტი, მეტი შესაძლებლობა, მაგრამ ხო, მაგ ყველაფერს ახლა თავისი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ამ მომენტისათვის კონკრეტულად ორგანიზაციებიდან მოდის და რამე გეგმა თუ გაქვთ იმისთვის, რომ გაზარდოთ აი თემის ჩართულობა თქვენ საქმიანობაში, ანუ ის რომ აი ეს კულტურული ცვლილება რომ მოხდეს. იმიტომ რომ თუ ეგ არ მოხდა, ხო, ანუ არაფერი არ შეიცვლება და მე მგონია რომ ის ფაქტი რომ ხალხი მიჩვეულია მიღებას და არა გაცემას, ეს არა მარტო იმას აზიანებს, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. თვითონ იმ ხალხს უფრო აზიანებს, ვინც არ გასცემს. იმიტომ რომ როცა გასცემ რაღაცას, როცა გასცემ შენ დროს, ენერგიას იმისთვის, რომ ვიღაცას დაეხმარო, ეს შენ ხანდახან ბევრად უფრო მეც გაძლევს. თორა სხვათა შორის ებრაელობაში ეგრე არის განხილული, რომ ადამიანი, რომელსაც შენ ეხმარები მატერიალურად, ხო თუნდაც, შენ ბევრად უფრო მეტად გეხმარება. ანუ ის გაძლევს შენ საშუალებას, რომ შენ კეთილი საქმე გააკეთო და ეს კეთილი საქმე შენ მერე გაძლიერებს. ამიტომ ხო თვითონ ამ ხალხისთვისვე იქნება უკეთესი მე მგონი, რომ ეს რამენაირად ვასწავლოს, დავეხმაროთ, გავაძლიეროთ. რას ფიქრობ ამ მიმართულებით? საუბრები ალბათ უფრო რაღაცა ამ თემის წინა პლანზე გადმოტანა და უფრო მეტი აქტუალურობის შეძენა. რაღაცა გარკვეულ ჩარჩოებში მაინც ჩდებით. მაგალითად რაღაც პარალელი მინდა გავალო იგივე რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ თავიანთი, ესე ვთქვათ, შეხედულება, ისინიც ფიქრობენ და ასაბუთებენ ამას,
იგივე თორაზე დააყრდნობით და მან ვერ იკამათებ და მაგ პოლემიკაში ვერ შეხვდა, იმიტომ რომ თავისი არგუმენტით ის მართალია. მაგრამ როდესაც რაღაც სხვა კუთხით შეხედავ, ხო, ამას სწორედ უნდა დაანახო და სწორედ უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ რაღაცნაირად შეეხოს, იგრძნოს და თუ აი ამას გაცნობიერებს, რომ თავისი რაღაცა პატარა ნაბიჯით რამხელა რაღაც შეუძლია რომ შეცვალოს, დაწყება რთული. ხო გეუბნები, აქამდე ეს თემა არასოდეს არ ყოფილა, ესე ვთქვათ, გამოტანილი საჯაროდ. მინდა გეგმავ და მაქსიმალურად მინდა რომ ეს ინფორმაცია სწორად გავუცვალო. იმიტომ რომ დამოკიდებულება ვერაც გამიგია არის რომ თქვენ ისედაც ყავთ სპონსორი, თქვენ ისედაც გეხوارებიან და ჩემი ერთი ლარი რა შესulis, ხო? კი, ზუსტად აი ეგეთი ბევრი ერთი ლარი და ვიღაცას ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს და შეეძლებინოს. მადლობა გამჩეს რომ არიან საქართველოში და ცხოვრობენ საქართველოში. შეძლებული ებრაელები, ვისაც ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ ბევრი რაღაცა შეცვალონ უკეთესობისკენ. თუ არ მიიტანენ ესეთ ადამიანებთან ინფორმაცია, ის ვერ გაიგებს ვერასოდეს და რო საერთოდ საჭიროება არის. კი, რომ ესეთი რაღაცა არის საჭირო. და არის ასევე მეორე საკითხი, რომელიც წეგან ვახსენე მე როგორც ცოტა ესეთი სენსიტიური თემა, გამომდინარე იქიდან რომ ვეხმარებით ხოლმე ებრაელებს, არის ცოტა რაღაცა რიდის ამბავი, რომ არა ებრაელსაც მიმართო დახმარებით. თუმცა აქაც თუ რაღაცნაირად სწორედ მოხდება ინფორმაციის გაცვლა, ჩემთვის ძალიან მისაღები იქნება, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, მაცხოვრებელმა შეძლოს თავისი წვლილის შეტანა ხალხის კეთილდღეობაში. ეროვნებას ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს? ხო, შეიძლება რაღაც ესეთი კონტექსტიცაც შევხედოთ, ხო, ამ ყველაფერს. უბრალოდ მანდაც რაღაცა დაფიქრება არის საჭირო, მინდა რაღაც კონსულტაცია გავიარო უფროს ადამიანებთან, უფრო გამოცდილ ადამიანებთან, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, რომ გინდოდეს კაი რაღაცის გაკეთება და შედეგად მიიღო გაღიზიანება, რაღაცა ზედმეტი ყურადღების მიქცევა და ენასვალი არა აქვს, ხო იცი? ოდნავი მიზეზი მიეცი და მიზეზიც ხალხი და პატარა მიზეზით ხომითომეთ. მაგიტომ დაფიქრება არის საჭირო, რომ რაღაც სწორედ იმოქმედო. კი ბატონო. ხო, ძალიან კარგი არის ის, რომ გვაქვს დღეს ჩვენ ეს პლატფორმა, რომელიც დღესდღეობით ჯერ იმდენად დიდი არ არის, მაგრამ ყავს ჩვენი აუდიტორია, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და ძალიან საინტერესო იქნება მათი აზრიც, ამიტომ შეგიძლიათ დააკომენტაროთ, რას ფიქრობთ. ან თუ დაკომენტარება არ გინდათ, შეგიძლიათ უბრალოდ პირდაპირ გამოხვიდეთ კავშირზე და გითხრათ და დაგველაპარაკოთ, თუ რაღაც აზრი გაქვთ, როგორ შეგვიძლია რომ გავაუმჯობესოთ ეს სიტუაცია, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის განვითარებასა და გაუმჯობესებაში. ხო, საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ჩვენვე თემს ვიხმარებით, ამიტომ ხო, არ მოგერიდოთ ნამდვილად. და ხო, ამით შეგვიძლია იდეაში შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედი. ვიცი თავიდან ცოტა დიდად არ მოგეწონა ეს პოდკასტის ჩაწერის იდეა, მაგრამ მაინც რომ ეს ყველაფერი გამოვიდა და ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ვთვლი რომ კარგია, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თვითონ თქვი, ეს არის პირველად როცა გამოგვაქვს ეს თემა და ჩემი აზრით ყველაზე პირველი ნაბიჯი იმისთვის რომ ამ პრობლემაზე, ან პრობლემა რომ გადაჭრა, ჯერ არის ის რომ მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და მასზე საუბარი. იმ ხალხთან, რომელსაც ეს პრობლემა ეხება ასე თუ ისე. და ხო, ჩვენი ხალხი ყველას გვეხება და საბოლოო ჯამში ღმერთმა არ დაგვაჭიროს, მაგრამ თუ გაგვიჭირდა ცხოვრებაში და თუ რაღაცა ისეთი მომენტი დადგა, როცა ჩვენ თვითონ ვეგვჭირდება დახმარება,
ყველას ძალიან გაგვიხარდება თუ გვერდზე გვეყოლება ისეთი ორგანიზაცია ან თემი, რომელიც მზად არის რომ გვერდში დაგიდგეს და იყოს შენი ზურგი. კი, ნამდვილად. ამიტომ ის რომ ჩვენ თვითონვე გავხდეთ ამ ზურგის ნაწილი, ეს ერთ-ერთი პატარა ძვალი, რომელზეც ეს ყველაფერი დგას, ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე კარგი გრძნობა არის მოკლედ რა ჩემი აზრით, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, ამიტომ არ მოიკლოთ ეს ყველაფერი ხო? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გზნობის ამბავია, ხო? აი ცხოვრებაში გიდგება ზუსტად ეგ მომენტი, რომ აი ამას შინაგანად განიცდი, მნიშვნელო რასაც უფრო ანუ მაქსიმალურად იწევს აი ეს რაღაცა ხარისხი რა, შინაგანად სხვანაირი განცდა გაქმერის, სხვანაირად იწყებ ყურებას ამ ყველაფრის. გავსებს, გახარებს. არის ძალიან საინტერესოა. შეიძლება არიან ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში ჯერ არ განუცდიათ რაღაცა ეს ბედნიერების განცდა არ ქონიათ და დადგება მათ ცხოვრებაშიც აუცილებლად ეგ მომენტი. ვიმედოვნებ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მინდა ყველა ხესედის თანამშრომელს უდიდესი მადლობა გადაუხადო იმ ყოველდღიური წვლილისთვის, რასაც ისინი თავიანთი საქმიანობით სცენენ ჩვენ თემს, ეხმარებიან და ყველას უსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მშვიდობა. ეს თავარია. თქვენ კიდე წარმატება ძალიან ბევრია. მადლობა დიდი. მადლობა. და თქვენს დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით და შევხვდებით უკვე შემდეგ ეპიზოდში. წარმატებები. J-Hub podcasting.